მე ვცხოვრობ აჭარაში უკვე 60 წელი თითქმის. 21 წლის ვიყავი, რომ დიდი ქორწილით მომიყვანეს აქ. არანაირი პრობლემა რომ არ გქონდა არავინ არ მეკითხებო შენ აფხაზი ხარ, არ მეკითხებოდა შენ აფხაზი ხარ, შენ ქართველი ხარ ან პირიქით. ძალიან ლამაზი აფხაზების ოჯახში მოვხდი მე. მოაჯირობის დროს უკან დაბრუნებული აფხაზები ქუთელიების ოჯახში. ჩემი გვარი კაცია. ჩემთვის ეს სიამაყეა, რომ ამ ორი გვარის მატარებელი ვარ. მე დაბადებული ვარ აფხაზეთში, სოფელ აძიუბჟაში. ეს არის კოდორის ხიდთან ახლოს, უზარმაზარი, ძალიან ლამაზი ჩვენი გვარის სოფელი და მე ამით ვამაყობ. აფხაზები ცხოვრობენ ბათუმში უკვე მოაჯირობის პირველი ნაკადიდან მოსულებიც არიან, მეორე ნაკადიდანაც მოსულები არიან 170 წელია თითქმის. აქ აჭარაში ცხოვრობენ 50-ზე მეტი აფხაზების გვარების წარმომადგენლები. აქ ბათუმში ქათიბების გვარი, მუსხაჯბების გვარი, ასეთი გვარები საერთოდ აფხაზეთში რომ არ არიან ეს გვარები, მაგრამ თურქეთში კი არიან. მოგეხსენებათ რომ გვარი სხვა გვარი აქვთ, მაგრამ იციან რომ აფხაზები არიან, იციან რომ მოაჯირების შთამომავლები არიან. ეს ჩემთვის პირადად ეს ძალიან მტკივნეულია. იქეთ რომ დავდივარ, ისინი აქეთ რომ ჩამოდიან. ჩვენ ხვდებით როგორც კვიდრები, როგორც აფხაზები, მაგრამ ხომ ვიცით რომ ბევრი რამე დაკარგულია. მე ფილოლოგი ვარ, გერმანული ენის და აფხაზური ენის და ლიტერატურის სპეციალისტი. ხედავთ სად გამომადგა, საიდან სად. პირველად აფხაზური ენის სწავლება ჩვენ აქ რომ დავიწყეთ, ქალბატონი სვეტლანა კუდბა იყო მაშინ პარლამენტის წევრი, ძალიან დაგვეხმარა და აფხაზურს ვასწავლიდით მასთან ბინაში. მე ვიყავი ერთადერთი აჭარაში მასწავლებელი, ვინც დადიოდა ქალბატონ სვეტლანას და ბატონი ანზორ კუდბას ოჯახში და ვასწავლიდით აფხაზურს ბავშვებს. მარტო აფხაზები კი არ დადიოდნენ, აფხაზების ბავშვები კი არა, შერეული ოჯახების შვილები ყავდა. აფხაზეთის მთავრობამ ძალიან დაგვეხმარა, აჭარის მთავრობამ დაგვეხმარა თავის დროზე. აქ სოფელ ფერიაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აფხაზები, გახსნილია აფხაზური ენის კლასი, აფხაზური ენის სწავლება. ეს არის უდიდესი საჩუქარი. ფერიაში აფხაზურს ასწავლის ჩვენი აფხაზი გოგონა ლიანა აიკუძბა. ძალიან დიდი მხარდაჭერა ფერიის სკოლის დირექტორისგან, ქალბატონი ლეილა დუმბაძესგან, განათლების სამინისტრო. ესე იგი, ყველგან სადაც ჩვენ მივდივარ, ჯერ ვარი არავის არ უთქვამს. მე როცა მაქვს ასეთი ბედნიერება, სადმე სიტყვით გამოვიდე, ან თავში, ან ბოლოში ორიოდე სიტყვას ვამბობ აფხაზურად. Hatırızku yexetiasısça, darıcı vahvaralı, cevahşirgaz şaşaz. მე რომ მომიყვანეს ირგვლივ ჩვენთან, აჭარლები ცხოვრობენ, სადაც მე მომიყვანეს, დღესაც ის უბანი მიყვარს, ლუდის ქარხნის უბანი. იქ ირგვლივ ყველა წარმოიდგინეთ აფხაზურად ლაპარაკობდა. იმათმა ესე იგი იმდენი გაკეთდა, რომ ის რაც მე დღეს ვიცი, ჩემი მეზობლებიც ვიცი. მე ქრისტიანი ქალი ვარ. ბაბუა ჩემი იყო მღვდელი. ჩამოვედი აქეთ, ესენი მუსულმანები არიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქრისტიანული პასხა იყო, აღდგომა, ხო? აღდგომა იყო, ან რამე ისეთი ზეიმი იყო, ჩვენ ვატარებდით ისე, როგორც აფხაზეთში ვაკეთებდით ყველაფერს, როგორც ნანახი მქონდა, ისე ვაკეთებდით აქ. მაგრამ მუსულმანური წესით, რასაც კეთდებოდა ჩემამდე ამ ოჯახში, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებდა ჩემი დედამთილი.
3 ქალიშვილები მყავს. ქალიშვილები გათხოვილები არიან, მათი ოჯახები ყავთ. ერთი ოჯახი სუფთა წმინდა აფხაზები არიან, 2 ოჯახი შერეული ოჯახები. ჩემთვის პირადად არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ორივე ოჯახების შვილები ჩემი შვილები არიან. ამ ოჯახებში დედები არიან ჩემი შვილები. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ესენი ქართველები არიან, ესენი აფხაზები არიან. არ არსებობს. მუშაობდი განათლების სამინისტროში. იქედან მოვხდი ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალში. 2 წელი ვიყავი კლუბის პრეზიდენტი და ეს ბოლო წლები ვარ ქართულ-აფხაზური საგას პროექტი ასეთი ხელმძღვანელი. ძალიან მინდა თბილად რომ აი ჩემი ოჯახის წევრები რომ არიან ჩემთან, აი ასე მინდა რომ ყველა რომ ვიყოთ იქეთაც, აქეთაც, როგორ შეიძლება დავკარგოთ ერთმანეთი. მე საერთოდ ამაზე არასოდეს არ მიფიქრია. თუნდაც იმ პერიოდშიც კი ვიცოდი რომ მუდამ ცუდი არ შეიძლება რომ იყოს. და ღმერთს ვეხვეწები რომ ძალიან მინდა რომ წასვლა მოსვლა რომ შეეძლოს ჩემ შვილიშვილს როგორ შეიძლება ამის დაკარგვა რა თქმა უნდა ჩვენ ოჯახებში უკვე დაჟე შერეულებზე არაა ლაპარაკი აქ ყველა ოჯახთან სადაც მე მაქვს კავშირი და დავდივარ ხო აი ასეთი აზრის ვართ ყველა ამის დაკარგვა როგორ შეიძლება ინანოს იმან ვინც დაკარგა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ არ დავკარგოთ ეს ყველაფერი